გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენი კანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. მადლობა ბეთ, მოგესალმებით ვანო შოუ, პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. ტრადიციულად ვიწყებ გადაცემას და სოლიდარობას უცხადებთ დაკავებულ ყველა პატიმარს და ბოლო დროს დაკავებულ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. რამდენიმე დღის წინ მთავრობამ დააკავა ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი ბატონ გიორგი ვაშაძე. ნუ სოლიდარობა ყველას ძვირფასო მეგობრებო და მალე გათავისუფლებას ვუსურვებთ. ასეთი პოლიტიკური რეპრესიები ჯერ ამ ქვეყანაში არ ყოფილა. გადაავსეს ციხეები. იყო დრო, როცა დასავლეთს ვამუნათებდით, შეშფოთება აღშფოთების გარდა არაფერს აკეთებენო, ახლა პირიქით ხდება დასავლეთის სანქციებით საქმეს აკეთებს, რომ ესენი რამენაირად შეაკავონ, ხოლო ჩვენ კიდე წამოწოლილები ვართ ტელევიზორებთან და ვშფოთავთ. შებრუნდა და ხანისია ხანასე. ამდენი პოლიტიკური ნიშნით პატიმარი ჯერ, რა ვიცი, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ ახსოვს, მე არ გამიგია, მათ შორის არც ბელარუსს და არც რუსეთს. ქართული ოცნება გადაფსიხებულია ძვირფასო მეგობრებო. ფაქტიურად ჭკუა აღარ მოეკითხებათ, თან ისეთი არაპროგნოზირებადი გახდნენ, რომ არავინ არ იცის კიდევ რას ჩაიდენენ. არაა გამორიცხული, ღამღამობით მხეცებივით გარეთ გამოცვიდნენ და ხალხი დაგლიჯონ. აი რაღაცა ესეთი შეგრძნება მაქვს. მელია ჯაფარიძის და გვარამიას შემდეგ დაიჭირეს ხაზარაძე, ჯაფარიძე, ვაშაძე, ასე რომ ძვირფასო მოქალაქე, თუ შენ ახლა მიყურებ და სახლში ხარ, გილოცავ. შენ ან ქოცი ხარ, ან მეტისმეტად იღბლიანი, ან უბრალოდ ჯერ შენი დრო არ დამდგარა. შოუს ელემენტები სჭირდება ხოლმე ამას. არ ვიცი მეც როგორ გავაგზელებ ვანო შოუს, მართლა არ ვიცი, ფაქტობრივად სტუმარი ვეღარ მომყავს გადაცემაში. ოცნების წევრები ისედაც არ მოდიოდნენ და ოპოზიცია კიდე დაიჭირეს. მალე შეიძლება სტუდიაში აი ამ დივანზე, რა ვიცი, შეიძლება განვათავსო წარწერა, აქ შეიძლება ყოფილიყო სტუმარი ოპოზიციიდან, რა ვიცი, აი ესეთი წარწერა. მოკლედ, რაც ვერ შეძლო ოპოზიციამ, შეძლო ბიძინამ. ასე ერთად, ასე დიდი ხნით შეკრებილი ოპოზიცია მე არ მახსოვს. ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა ყველა ლიდერი. ასეთი გეგმა კი არ ქონდა ზოგადად ბიძინას, უბრალოდ შემთხვევით გააერთიანება გამოუვიდა ციხეში ოღონდ. მაგრამ გახარია ამ გაერთიანებაში არ შევიდა ძვირფასო მეგობრებო. გიორგი გახარია საერთოდ წავიდა ქვეყნიდან. იმას თლად 15 წელს აძლევენ. მესმის რომ სხვა გამოსავალი არ ქონდა. რას ვიზავთ ახლა ბერდია სიჭინავას მხრებზე უნდა გადაიაროს ყველანაირმა წლეხმა. სოციალურ ქსელში უკვე მრავლად შევხვდებით გახარიას მხარდაჭერს შინაარსის კომენტარებს. გიორგი ჰამოდი. ძირთად ის ხალხი წერს თავის ძოზე მიშას რომ დასცინოდნენ მიშა ჰამოდი. ეხლა არის გიორგი ჰამოდი. ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს დაუსვა შეკითხვა, როდემდე უნდა გაგრძელდესო ეს დაკავებებიო, ოპოზიციონერებიო, რომ არ აღიარებენო საგამოძიებო კომისიას და თქვენ პარლამენტსო. ნახოთ რა უპასუხა ირაკლი კობახიძემ. არ აღიარებენ ამ პარლამენტს და წავლენ ციხეში. ფაქტიურად აშანტაჟებს ყველას. მაღიარე თორე დაგიჭერო, კობახიძე ამბობს. ბოლოს ალბათ იქამდე მივალთ, რომ გვეტყვის, რომ არ მოგწონს ჩემი ვარცხნილობა, მაშინ წადი ციხეში. ამ შემთხვევაში უკვე მთელი მოსახლეობა მიდის ციხეში, ძვირფასო მეგობრებო, იმიტომ რომ არ ამგონია ვინმეს მოსწონდეს კობახიძის ვარცხნილობა. ან იტყვის მითხარით რომ ლამაზი ვარ, თორემ დაგიჭერთ.
აი რაღაცა ესეთი ისენი აქვს. რაღაცა მოთხოვნები აქვს რაღაცნაირი. ქართული ოცნების ახალი დანიშნული კულტურის მინისტრი გამოეხმაურა ანდრო ჭიჭინაძის დაკავებას. ნუ წესით ხომ უნდა ითხოვდეს მის გათავისუფლებას. მოდით ნახოთ რა საცხადებს თინათინ რუხაძე. ანდრო კარგი ახალგაზრდაა, ძალიან სიმპათიური. ძალიან ცუდია რომ ამ ქვეყანაში მე რამდენი გადატრიალების მცდელობებს ვუყურებთ. ძალიან ცუდია რომ ეს ყველაფერი კეთდება ახალგაზრდების ხელით. ანუ კი, კარგი ახალგაზრდაო, მაგრამ გადატრიალების მცდელობა გქონდაო. ეხლა ეს ხელი ასე იმიტომ მაქვს, რომ მინდა წარმოიდგინოთ, რომ როცა ამას ამბობს, მხარზე გადაკიდებული აქვს 8,000 ევროიანი ჩანდა. სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური ლიდერების დაჭერიდან ბიძინა ივანიშვილის დავალებით ქართული ოცნება საკუთარი ჩინოვნიკების დაჭერაზე გადავიდა. რამდენიმე დღის წინ კორუფციის ბრალდებით დააკავეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. ნუ ოცნებამ დააკავა ჩინოვნიკი, ფულს იპარავდაო. ხომ გაგიგიათ ნემსის ქურდი და აკლემის ქურდი ორივე ქურდიაო. უბრალოდ ეს ის შემთხვევაა, როცა აკლემის ქურდმა დაიჭირა ნემსის ქურდი. მოკლედ ოპოზიციაში ყველა დაიჭირეს, ახლა საკუთარ ჩინოვნიკებზე გადავიდნენ, სულ მალე საკუთარ ჩინოვნიკებსაც რომ დაიჭერენ და აღარავინ დარჩება, თეა წულუკიანი საგამოძიებო კომისიაზე დაიბარებს საკუთარ თავს. აი როგორც იმედზე მიიწვია ნოე სულაბერიძემ სტუმრად ნოე სულაბერიძე. ნოე სულაბერიძე სტუმრად ნოესთან გახსოვთ ხო ესეთი გადაცემა იყო, შესანიშნავი გადაცემა იყო, ძალიან აზრიანი და საინტერესო. მინდა მოკლედ აგიხსნათ რა ხდება ახლა ოცნების შიგნით. ნახოთ როგორ გამოეხმაურა რომეო მიქაუტაძის დაკავებას ოცნების თვალსაჩინო წარმომადგენელი დიტო სამხარაძე. ებრძვის შიდა მტერს და გარე მტრებს. საქართველოში მშვიდობა გინდა შეინარჩუნო და ამ დროს ვიღაც ჩინოვნიკუშკამ გადაწყვიტა ფულები აკეთოს, ყველას მოეკითხება, ვინც ოდესმე რამეში არის შემჩნეული კანონის წინაშე, ყველა თანასწორი და ვალდებულია, მით უმეტეს პოლიტიკოსი. ვიღაც ჩინოვნიკუშკამო, დიტუშკა, ვიღაც ჩინოვნიკუშკაზე რომ TV პირველი სიუჟეტებს აკეთებდა, მაშინ რატომ არ აკეთებდი ისეთ მკაცრ კომენტარუშკებს? თუ მაშინ არ ქონდა ანთებული მწვანე შუქუშკა, დიტუშკა, ხმები გავრცელდა რომ ბიძინა კალაძეს ფულებსაც ითვლისო, არ მინდა ეს ამბავი მართალი იყოს. იმიტომ კი არა რომ კალაძეს გულშემატკივრობ, არა, იმიტომ რომ სასტიკად ვერავიტან კალაძეს ოპოზიციაში. აი არ შემიძლია და რა ვქნა რა, აი მართლა არ შემიძლია. მე მაგის და მაგის იუმორს ვერ დავიცავ. არ შემიძლია, აი რა ვქნა, ნუ არ შემიძლია რა. მე გამოვადა ეს კალაძე იტყვისო როგორი სასტიკია ბიძინა, როგორ უნდა ვიბრძოლოთ ოლიგარქიას, რომ უნდა დამარცხდეს ოლიგარქია საქართველოში და 1000-ნაირი ჭკუის დარიგება. არ გვინდა ბატონო, ეგეთები უკვე ისედაც ძალიან ბევრი ყავს აქეთ ოპოზიციაში. ჭკუას რო გვარიგებენ დღემდე, რომ აი თურმე რა სასტიკია ოლიგარქია. რამდენიმე წლის წინ წამოსული ქართული ოცნებისთან გმირები, მოდი ესე დავარქვით. ბიძინა ხომ უკვე ქართული ოცნების ჩინოვნიკებსაც დაერია და თან ახალი კანონი მიიღო. ამ ახალი კანონის მიხედვით ბრალდებულის ოჯახის წევრების ქონებების ჩამორთმევაც შესაძლებელი ხდება. ნათესავებიდანაც შეუძლიათ რომ ამოიღოთ. მოკლედ კაცი ამბობს რომ მე თუ ფული შემომაკლდა, რაც ამ 13 წლის მანძილზე იშოვეთ, ბოლომდე ამოვიღებო. თან მარტო თქვენგან კი არა, ოჯახის წევრებისგან, ცოლი და ძმა, დედა, მამა, შვილები, შვილიშვილები, ძაღლები, კატები, თაგვიც თუ არის სახლში, შეიძლება სოროდან ის თხილის ნატეხი წამოაძრონ თუ შემორჩა. ასე რომ აქამდე ხომ გახსოვთ ცოლის ნათესავი რომ ნათესავად არ ითვლებოდა და დედა ოჯახის წევრი არ იყო. ამ კანონით ბიძაშვილიც კი ოჯახის წევრად ითვლება. თუ საინტერესო შემოსავლები აქვს და საინტერესო ქონება აქვს, ყველა შენი ნათესავი, ყველა შენი ოჯახის წევრია. მოგმართავთ ქართული ოცნების ჩინოვნიკებს, აქამდე თუ ოცნების მაღალჩინოსნები ქონების გადამავლას ნათესავებზე გადაფორმებით ახერხებდით, ახლა უკვე თვითონ ეს ნათესავებით სხვა ნათესავებზე უნდა გადააფორმოთ, რომ ქონება ვერ გიპოვონ. ისე ეს ბოლო დღეებია ივანიშვილზე ძალიან ნერვიულობ. კობახიძეს რომ ვაკვირდები, ისეთ რაღაცებს აკეთებს, ბატონო ბიძინა, ფრთხილად იყავით და ბოლომდე არ ენდოთ, თორემ არ გამორისხავ, მალე თქვენს ღარიბაშვილის კადრი აღმოჩნდეთ.
არ გამოვრიცხავ. დასავლეთი კვლავ მოითხოვს დაკავებული მოქალაქეების და პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას, ასევე მოუწოდებენ ოცნებას არ მიიღონ ისეთი კანონები, რომლებიც შეზღუდავენ სიტყვის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნიან დემოკრატიას. ვნახოთ, როგორ მიმართავს ევროპარლამენტარებს ირაკლი ზარქუ, არც მეტი, არც ნაკლები. ჯერ თქვენ კანონებს გადახედეთ და ამ ტონალობაში მერე ილაპარაკეთ. ვცდილობთ ევროპა დავაბრუნოთ ევროკავშირში. ევროპა დავაბრუნოთ კი არა, ერთხელ წახვედი აბუ-დაბიში და ძლივს დაგაბრუნეს იქიდან შეკაი ადამიანი. ვისი დამბრუნებელი ხარ, ერთ ძალიან მაინტერესებს. რა დღეში ეს უდაბნოს არწივი ხდებით თვითონსო მეგობრებო. ესე იგი, ზარქუ აპირებს ევროპა დააბრუნოს ევროკავშირში და ამერიკას დაუბრუნოს ის დიდება, რომელსაც წინა საარჩევნოდ ტრამპი დაჰპირდა ამერიკას. ფაქტიურად, მსოფლიო ცივილიზაციური ქვეყნების გადარჩენამ ამ ერთი წალენჯი ხელი ირაკლი ზარქუს ფრებზე უნდა გადაიაროს. გადავდივარ ახალ თემაზე და რუბრიკაში ქვეყანაში რაღაც ხომ მაინც კეთდება. წარმოგიდგენთ ხაშურის საკრებულოს. მოდით ნახოთ ინფორმაცია. ხაშურის საკრებულოს სამუშაო ჯგუფმა Facebook-ზე 328 კომენტარი შეისწავლა. ამჟამად ხაშურის საკრებულოში მიდის ამ 328 კომენტარიდან დადებითი კომენტარების დაგულვა, დალაიქების სამუშაოები, რის შედეგადაც გადაეგზავნება ხაშურის მერს, ხელმოსაწერად და ამის შემდეგ უკვე გატარდება კანცელარიაში. აი რაღაცა ესეთი ინფორმაციაა. რაც შეეხება TikTok-ს, ხაშურის საკრებულოს განცხადებით ეს უკვე რთული საკითხია. ამას სერიოზული მომზადება სჭირდება და მომდევნო წელს უკვე იგეგმება TikTok-ის დეპარტამენტის და TikTok-ის ტრენდების ექსპერტთა ჯგუფის ჩამოყალიბება. მათი ვარაუდით 2030 წლისთვის ხაშური უკვე მზად იქნება TikTok-ის აპლიკაციის სრული კონტროლისთვის, რომ ისიც გაარჩიო. გადავდივარ სასიხარულო ინფორმაციაზე და სულ რომ წუწუნებთ, რომ ყველა გარბის ქვეყნიდან და სულ რომ უფრო ცოტა ვრჩებითო რომ ამაზე რომ წუწუნებს, საქსტატმა ჩაატარა კვლევა, რომლის მონაცემებსაც ახლა გაგაცნობთ. საქსტატი საქართველოს მოსახლეობამ 3.914.000 ადამიანი შეადგინა. ქართული ოცნების ამ სტატისტიკას თუ დაუჯერებთ, გამრავლების სისწრაფით საქართველომ არა მარტო ყველა ქვეყანას, არამედ გადაუსწრო ნუტრიას, ოპოსუმს და ბოცვერს. ასე სწრაფად სხვა არსება ვერ მრავლდება ფიზიკურად ძვირფასო ტელემაყურებლებო. ბოცვერი მრავლდება ყველაზე სწრაფად. იმათაც გადაუსწარით. 3.900.000 გავხდით უცბად საქსტატის მონაცემებით. დაილოცოს არჩევნები. დაილოცოს არჩევნების წინ ჩვენი ერი რომ მრავლდება, ისე არც ერთი ერი არ მრავლდება ძვირფასო მეგობრებო. კიდევ კარგი, ყოველთვე არჩევნები არ გვაქვს, თორე რაოდენობით შეიძლება ჩინეთისთვისაც გადაგვესწრო. გადაიძეძგებოდა ქვეყანა ხალხით. მონოლოგის ბოლოს შეჯამება რომ გავაკეთოთ, საქართველოში არსებული ვითარება ასეთია. ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეშია, ფაქტიურად ამით პოლიტიკას მთლიანად ამთავრებს ქართული ოცნება ამ ქვეყანაში, მალე დაამთავრებს სიტყვის თავისუფლებასაც, ზემოდან მიაყოლებს მედიასაც, ამიტომ უნდა გავერთიანდეთ ძვირფასო მეგობრებო. უნდა გავერთიანდეთ, მოვიკრიბოთ ძალები, ყველამ ერთად მოვიკრიბოთ ძალები და გადავრთოთ იმედზე. და ვუყუროთ თურქულ სერიალებს. ამ ყველაფერს თუ ვეგუებით და ვერაფერს ვცვლით, თურქულ სერიალებზე მაინც გადავაყოლებთ გულს, ძვირფასო მეგობრებო. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ზოგ სერიალში ძალიან დაძაბული სიტუაციაა. მე ახლა 1-2 თვეა უკვე დავიწყე ამის ყურება, ამ თურქული სერიალების. საკმაოდ ძალიან დაძაბული სიტუაციაა და ჩახლართულია ამბებია, სხვადასხვა ამბებია, ყველა სერიალს თავისი ხაზი აქვს, ძალიან საინტერესო. ამიტომ მე 2-3 თვეა უკვე ამ სერიალების ყურება დავიწყე. ამიტომაც ვერ მომერევიან. ამიტომაც მე ვერ მომერევიან, თვითონ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურ საფორმებს ბენდი თამუნალეკო იშვილს ხელმძღვანელს მადლობთ. ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ყოფილი გენერალური პროკურორი ბატონი მურთაზ ზოდელავა.
აქვე მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვაა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. აქვე შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს YouTube არხზე რუსკა მაყაშვილი წარმოგიდგენთ პოდკასტს რა ბაზარია. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია Voice-G. Voice-G ავტომოპასუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა შექმნით ახალი გასართობი არხი, რომელსაც დავარქვით ჩვენი არხი. ჩვენი არხის ნახვა შეგიძლიათ მაგთიზე, რომლის ნომერია 45, სილკნეტზე, რომლის ნომერია 345, ახალქსელებზე, რომლის ნომერია 345 და მარტივიზე ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილკნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიგინოთ სალომე ზურაბიშვილის თვალით დანახული ბედნიერი ერი. ნახოთ. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი. პრეზიდენტად უწიგნური, თვითონ ხალხი წიგნიერი. ქვეყანა კალმით ნახატი, პერსპექტივით მშვენიერი, მაგრამ ყველა უბედური, ერთი კაცი ბედნიერი. მარტო ის არის უმანკო, დანარჩენი მანკიერი. ხალხს ვინჩივის მთლად ბოლომდე ზაბრაც არ ყავს მადლიერი. ვისაც უნდა ყველა ძარცვავს, არ არსებობს ბარიერი. ჩემო კარგო საქართველო, რა ხარ ასე განიერი. კადრებს მისებურად არჩევს, მიდგომა აქვს გონიერი. პარლამენტში ხვდები თუ ხარ, უჭკუო და ღონიერი. როგორ მიყვარს ჩემი მერი, სარდალი თუ პრემიერი. ჩუმად ცოდვის ჩამდენი და ხალხში პირჯვრის გადამწერი. თუ გსურს შენი შვილი გახდეს პრემიერი ამდაც მერი, ადექი და შუბლის ძარღვი აკვანშივე გადაჭერი. მაშვენ შევცდით და მივქარეთ ქვეყნის ჩავაბნილეთ ფერი, ანგელოზის იმიჯით რომ ავირჩიეთ ლუციფერი. სულ საკნებში გამოგკეტა უწესო თუ წესიერი. კიდე კაი ხალხად გთვლის და არ გვაკადრა ვოლიერი. ამ დროს ერითამშიერი უკვე ვეღარც ღონიერი, 12 წლის წინათ ჭამა ბოლოს რაღაც ნოყიერი. დღემდე ვერ გაგვირჩევია, ვინ მოყვარე და ვინ მტერი. როგორც ჩანს გამოცდილებამ ვერ გვასწავლა ვერაფერი. მადლიერის უმადური, უმადურის მადლიერი. ჩვენისთანა ნიჭიერი გადაშენდა ყველა ერი. პროტესტის დროს არსად მდგომი, Facebook-ზე ბრგედა ლომი, ყველაფერზე ტაშის მკვრელი და ერთობის არ შემკვრელი. დასავლეთის ასე მგბობი, თან ვიზაზე რეკში მდგომი. გავაძღეთ და გავამდიდრეთ, ჭკუა სუსტი და შიერი. ჩვენისთანა უმობიერი, განა არის სადმე ერი. არსად სუფრა, არც კეიფი, არც მრავალ, არც ჟამიერი. იმიერში გაგვიმართლებს თუ არ ვარგა ამიერი. მახსოვს ადრე დავფრინავდით, ლამის ცას ავხადეთ ჭერი. დღეს ორნი ვართ ქვეყანაზე, ჩვენ და ფსკერი, ჩვენ და ფსკერი. ვაგრძელებთ გადაცემას, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვაა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქში სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. აქვე შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს YouTube არხზე რუსკა მაყაშვილი წარმოგიდგენთ პოდკასტს რა ბაზარია.
გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია Voice-G ავტომობილსახურის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენმა შემოქმედებით მათ ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომლის პოვნაც თქვენს პულტებზე მარტივად შეგიძლიათ, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, ვისაც სილკნეტი ნომერი 345, ახალ ქსელებზე 345, მარტივიზე 45, ასევე ინტერნეტში შეგიძლიათ მოგძებნოთ My Video G-ზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ბიძინა ივანიშვილის ახალი სიმღერა, რომელსაც დავარქვით ამას გირაო, იმას პატიმრობა. აქვე შეგახსენებთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში. ინსაუნდი სტუდია, რომელსაც ვენდობი. ვნახოთ მუსიკალური ნომერი. ამას გირაო, იმას პატიმრობა. ამას გირაო, იმას პატიმრობა. ამას გირაო, იმას პატიმრობა. ხელს ვაწერ მეფე დიქტატურისკენ რომ მივდიოდი ღმერთი ბჭობდა და მე ვიცინოდი ფეხზე მკიდია თუ არც შემაქებთ ერთხელ ცხოვრობს და ჰოდა შემარგეთ ჰარალო ჰარი ჰარალო მომენტეთ ხალხო ალალო ჰოპ რა მოასუფთავე პოლიტიკური ველი ჰოპ პროტესტის გადაშენებას ვერავუდივარ ციხის შენებას წითელი ხაზი სულ არ მქონია ბელარუსია მონაგონია ჰარალო ჰარი ჰარალო ვისენდეთ ხალხო ალალო რომ არიღებს განათლებული იმიტომაც ვარ განაგლებული ტელევიზიებს მოვსპობ ზედმეტებს TikTok-ს დავტოვებ ხალხს აჩერჩედებს ჰარალო ჰარი ჰარალო საბრალო ერო საბრალო დავსაჯოთ ჯერ დავიჭიროთ და მერე გავსაჯოთ ალბათ მიხვდებით ტოვებრისთვისაც ერთ ორ კოიკას ჩემებისთვისაც ალალო ხალხო ალალო რამდენჯერ უნდა დაგაზარალო აზრი მაქვს ხალხო ერთგულო ციხე გავხადო სავალდებულო თავს ნუ დაიღლით ბევრი ფიქრებით კარგად იქნებით თუ ჩუმად იქნებით ალალო ხალხო ალალო აქედან სადღაც ავალო გავჩნდი ამისთანა პოლიტიკურად დაუნდობელი, ჰოპ! ბატონო ბიძინა. გისმენთ ოქსოპულო? ერთი მანქანა პოლიტიკოსები მოგიყვანეთ. რა უყოთ? ვინ პოლიტიკოსები? ახლავე გავუშვი სახლში. მეგონა მადლობას მეტყოდით და მთელი ერთი მანქანა მტრები მოგიყვანეთ. მოდი მაინც ჩავსვათ. რა იცი რაში გამოგვადგეს? ახლავე დაწერ განცხადებას და წახვალ სამსახურიდან. კი, მაგრამ მე რო წერა კითხვა არ ვიცი. გაეთრი აქედან. დოქსოპულო. ან დამოიცა?
ჯანდაბას შენ თავით და იმათიც. ჩავსვათ სულ ყველა. პატარა ბიძინა. სიტყვასო მეგობრებო ესაა ჩვენი გადაცემის თემა ბატონი მურთას ზოდელავა. მოგესალმებით ბატონ მურთას ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით მეორედ ხართ ჩემ გადაცემაში თუმრად და მე რატო ჩავთვალე საჭიროდ რომ ამ დღევანდელ გადაცემაში თქვენი მოწვევა იქნებოდა საინტერესო იმიტომ რომ დღეს რაც ქვეყანაში ხდება თქვენზე კარგად ამ თემაზე ვერავინ ვერ ისაუბრებს შევეცდები ხო ოღონდ უბრალოდ წინასწარ გაფრთხილებთ რომ არ შეიძლება ისეთი სიტყვების ხსენება როგორიც არის რევოლუცია დამხობა მშვიდობიანი რევოლუცია არ არის. აი ეს მშვიდობიანი რევოლუცია და მშვიდობიანი დამხობა ეს რაღაცა ეხა თქვენ ეხა მას ოცნება აკეთებს რომ რაღაცა დიდი გორგალი რო არის ხო იცით რომ აცხადებენ რაღაც მზითებს რო აცხადებდნენ ხოლმე 19 საუკუნეში ეგეთ დიდი გორგალი მაშინ ჩამოკიდოთ აქ და ყოველი წინაადების დროს შევამოწმოთ ეს სიტყვა არის თუ არა მისაღები ბიზნესთვის რა ბიზნესთვის არის თუ არა მისაღები დავარქვა თავის სახელი მე არ ვაპირებ, ანუ არ ვაპირებ გორგელიცია. ხო, არავინ არ აპირებს ამ ქვეყანაში. ხო, ეხლა თუ ავყევით, მაგას შეიძლება საერთოდ პირი ამოგვიკერონ სასაუბრო. დიდი სკოჩით. ანუ ჩვენ ეხლა როგორ ვითარებაა რა, აი გამახსენდა ეხლა რომ აი ადამიანმა და რაღაცა კომენტარი გააკეთა Facebook-ზე რა. უბრალოდ კომენტარი, ანუ ერთ ადამიანს უსამართლოდ მოექცა სასამართლო, მან სტატუსი დადო და იქ ჩვეულებრივ 60 თუ რაღაც 70 კომენტარში ერთ-ერთმა ადამიანს უბრალოდ სამზარეულოში გული მოიფხანა. რეალურად ეხა ოცნება შეიძლება ესე უყურებს ოცნება ივანიშვილი მოდით ესე ვთქვათ რა რომ ეს რაღაცა დიდი აი ეს smartphone-ი რომელშიც Facebook-ია დანაშაულის იარაღად უყურებს ის მაგრამ სინამდვილეში ჩვეულებრივი ქართველისთვის რაღაცა ნეგატიური კომენტარის გაკეთება არის სამზარეულოში საუბარი. სამზარეულოში რაღაცა უკმაყოფილების გამო. თავის მეგობრების წრეში დადო რაღაც სტატუსი. Facebook-ი ხო მეგობრები ანუ წომა ხო სამეგობრო წომა არის და იქ ადამიანი რომელიც უკმაყოფილოა რომ ვიღაცამ დეკლარაციაში ჩაწერა რომელიღაც მოხელე მილიონები იმა რაღაცა 22 ბინა იმა სახაც ხომ უნდა გამოითქვას ეს უკმაყოფილება. სამზარეულოში ამის გამოთქმა საბჭოთა კავშირში შესაძლებელი იყო არათუ დამოუკიდებელ საქართველოში და ჩვეულებრივი მოქალაქე იქ კომენტარს რო წერს ანუ სამზარეულოში გულს იფხანს მარტივად რო ვთქვათ. იქ შემოდის, ეხლა ნახეთ როგორი ვითარებაა, შემოდის გამომძიებელი, ანუ სამზარეულოში თავი შემოყო გამომძიებელმა, ზედამხედველი პროკურორი მოყვა, ლინგვისტი, ექსპერტი, ანუ საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა და შეყო თავი აი ამ კონკრეტული ადამიანის სამზარეულოში და დანაშაული გაქვს ჩადენილი შენ. ციხე წარმოგიდგენთ პოლიტიკური ციხე შენ. ხო, ანუ თან რა არის, იცი რომ ხო ის ვახსენეთ რომ აი ეს რადგანაც დეკლარაციები რო გამოქვეყნდა ხო ეხლა ხო რაღაცა ყველამ შეავსო ეს დეკლარაცია რაღაცა ხდება რა იმიტომ რომ ზირთად უფრო მალავდნენ ხოლმე რა რაღაცა თავის იმებს მაგრამ ეთყობა რაღაცა დაავალეს რომ აი მოდი ეხლა ყველაფერი რაც გაქვთ ხო ყველაფერი შეავსეთ რა და ნუ ეხლა აღმოჩნდა რომ მრავალფეროვანი გემოვნება აქვს ჩვენს ჩინოვნიკებს. აი არაჩვეულებრივი, ანუ ფართო სპექტრია წარმოჩენილი ვის რა გატაცებები აქვს. კი ბატონო. აგარაკების მიმართულება. აგარაკები გინდა, ხო, აგარაკებიც რა არის რაღაცა მომაბეზრებელია. ეხლა მოდი ესე ვთქვათ, რომ აი ადამიანს აგარაკე უკვე ეს უკვე ყელში ამოსული. აი უფრო რაღაცა საინტერესო რაღაცა დეტალები. აი Rolex-ის საათი რამდენიმე ხა მაგალითად ერთ-ერთი მეუღლე თქვა რომ ცირ არის ყოველ მეუღლეს Rolex-ი უკეთია და ნუ რა ხა ჩვენ რო გქონდეს სახში ყველას აქვს ესო თან ხო მე არ ვიცი ეს ყველა სადადის ესო ქალბატონო რა საზოგადოებაში ტრიალებს ალბათ თავრობის კომისიით არ არის დამყოფი იმიტომ რომ ეხა ჩვეულებრივი ადამიანი მანქანის ღირებულებას, ავტომობილის ღირებულებას ჩანთაში ვერ აძლევს ეხლა საქართველოში. ხო, ჩანთები, კი ბატონო. ზოგიერთმა 22 ბინა ასახ, მე დარწმუნებული ვარ, აი 22 ბინიანებიც უამრავი 27 ბინა, 18 ბინა, ამდენი კომპანიები, ამდენი ფიზიკურად იქ ნამყოფი არ იქნება ყველგან რა. როგორ შეიძლება საქართველოში ამ ქვეყანაში პატარა ეკონომიკაში 2-3 წელიწადში მინისტრის მოადგილე ან ვიღაც მინისტრი ან დეპარტამენტის უფროსი გახდეს მფლობელი 25 ბინის 15 კომპანიის, 7 მანქანის,
საათზე დაიბნიოს 200,000-იანი საათი ის მაჯაზე და თან ეს მე ყველაფერი დეკლარაციაში ჩაწეროს ახლა და დაჩვენოს ხუზე აგაფაროს და თან მოგხოვოს პარალელურად და შენ არც გაბრაზდე კაცო თუ გაბრაზდები და რაღაცა დაწერ მოვა ის გამოძიებო ჯგუფი და გაგიშვებს ციხეში ხო და ეს ახლა არანორმალური ვითარება და მე თუ მკითხავ ანუ ეს ხალხი ყველა ახლა ვინ ჩვენ ჩამოთვალეთ ვინც თავისთავად ამოიცნო, ყველა არის გარკვეული თვალსაზრისით რაღაც რევოლუციის შემოქმედი. იმიტომ რომ ქართული ხალხის პასუხი ამაზე იქნება ცხადია მშვიდობიანი. მაგრამ რევოლუცია გნებავთ რაც გინდა ის დაარქვით, ამათი გაყრა და ამ პროცესის მთავარი გმირები ეს ხალხი არიან, კაცო ეს ვიღაც მინისტრები. აი ამ დეკლარაციაში ვინც ეს ჩაწერა, საკუთარი ბიძაშვილი და მამიდაშვილი რო არენდობა, ხვდებით რომ ფიქრობს რომ ანუ რა მოხდა 3 წელიწადში ამ კაცმა ამდენი რა სამინისტროში უნდა იმუშაოს, საქართველოს მე არ მესმის. ცოტა ტრენდულია გატაცებებიც არის, მაგალითად ყვართ უკვე რაღაც შემოვიდა რომ ნადირობა, აი რაღაცა თუ ჩინოვნიკი ხარ, უნდა ინადირო. რა თქმა უნდა. რაღაც არის ხო მე ძველი მეფის დროს რო სანადიროთ მიდიოდა ხოლმე მეფე ჩვენი მეფეები სადაც აქ ნადირობდნენ კაცო არა შილდიში და იმაში. ესენი ნადირობენ ზიმბაბვე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ეს ტურები ეწყობა. ოღონდ როგორი ვითარებაა, იცი რომ ყოველთვის ესე მაქვს ხოლმე რა შეგრძნებით მაგასნაირად ფიქრობ მე იმ რიგით კოორდინატორზე, ჩვეულებრივი ოცნების კოორდინატორი ხო, ჩვეულებრივი ადამიანი, ეს რაღაც 800 ლარი, რაღაც 1000 ლარი აქვს მაქსიმუმ და დიდი თუ ინადირო, ანუ უნდა ინადიროს მარკეტებს შორის ირბინოს და რაღაც 3 თეთრით ნაკლები როა ფასდაკლება, აი ის უნდა ინადიროს, იმაზე ფასდაკლებაზე უნდა ინადიროს და ეს ანუ ეს ჭყალებში ბობოლა კოცი პარალელურად ნადირობს აფრიკაში. აფრიკაში დადია? ეს ჩვეულებრივი ანუ ვიკენდი არსებობს ესე ცოლის დაბადების დღე ვიკენდი და ნადირობის ვიკენდი არსებობს რა ეს ნადირობის ვიკენდი შერეულია ბევრი სხვა სამინისტროების ხალხი დადის და აფრიკაში რა ლომზე ალბათ ჟირაფზე რა ვიცი რაღაც სასწაულზე ხო რაღაცა ისე წვირ ეს რომელიც ის 50 100 200,000 ესეთი პაკეტები მაგრამ ერთი რას ვერ მიხვდი იცი ბატონ მურთას რატო დაიწყო თავისიანების დაჭერა საკუთარი სხეული ჭამა დაიწყო სინამდვილეში. ანუ რას ნიშნავს ეგ რომ ეს ხო ახალი ფენომენიც არ არის, ანუ ჩვენ ნახეთ რამდენიმე ეგეთი ეპიზოდი იყო და ზოგადად არის ხოლმე განსაკუთრებით კონსპირაციის მიმდევრები ხო ვართ ზოგადად ყველანი რა, ჩემ თავსაც არ გამოვყოფენ ყველა რომ რაღაც ვიღაცას თავისიანს ბიძინა გაუწყრება ჯერ მოხსნის, გააგდებს, მე იწყება მაგ დროს რომ ეს არა ამზადებს ოპოზიციას კარს და რაღაცა არიჯერებს, მისი გარემოცვას რომ არიჯერებს, არა ეს ჯერ კიდე ბიძინაც მაკაცია კაცო რა ისე მოიხსნა. მე მეორე ეტაპია როცა უკვე მის გარემოცვას უტევენ და პრესნეხის ქვეშ და აი ეს მეორე ფაზას გადიან, ეს სამი ფაზა რო არის აღიარება რაღაცა ბოლოს ისა და მე ბოლო ფაზა არის რომ იჭერენ ამ კაცს. ხო და ესე ხა ღარიბაშვილი გამახსენდა მაგალითად ეხლა ეგრე რა ზუსტად ეგრე იყო, როდესაც ბაჩიაშვილთან მიმართებაში დაიწყო ეს ამბები და ეს ფაზა, სამი ფაზა გაიარა ბაჩიაშვილმა და მისმა გარემოცვამ და ბოლოს დამთავრდა ეს ციხით. შემდეგ გახარია იყო და გახარიასაც ეხლა იჭერს ხო ფაქტიურად მესამე ფაზა მოვიდა და ღარიბაშვილი ეხლა არის იმ პირველ ფაზაში ჯერს არაც რომ ჯერ ამბობენ რომ ეს ხო არ გაუშვა, გამოუშვა, მაგრამ სინამდვილეში აი ეს რო დაკავდა ეს ჩინოვნიკი ხო ეს საუბარია რომ ეს ღარიბაშვილის წრის ვიღაცა მთავარი ხო მიხაუტაძეა ხო რაღაცა კასირი თუ რაღაცას ეძახიან თვითონ ეგენი ეგრე არიან ყოველ შემთხვევაში ესე ნერვიულობენ ჯერჯერობით და ეს საკუთარი სხეულის ჭამაა რა ეს ჩვეულებრივი ამბავია მე გეტყვი ახლა მოდი აღარ ვიცი აი ორი ვადის მთავრობას წარმოვადგენდი ხო ორი ვადა გაიან მთავრობას და ნუ იქაც იყო ეს ელემენტები ახლა 8 წლის თავზე რაღაცა ამბავი იყო ხო და ეხლა ეს ხელისუფლება არის მე-13 წელია სამი ვადა გავიდა, მეოთხე ვადას ეპოტინებიან და აქ ეხა საკუთარ იდაყვებს კი არა, მე მგონი რომიშოლოვან სხვა ნაწილებსაც უკვე ჭამენ და რავი მე ამიტომ არა, იმიტომ რომ ეხა ეს რომეო მიქაუტაძეზე ეხა მე ნოდალის სიუჟეტი მაქვს ნანახი. სადაც მაგალითად ერთ-ერთი სიუჟეტი მახსოვს თუ არ ვცდები, რომ რაც ვაშინგტონში დგას თეთრი სახლი, ისეთივე თეთრ სახლს აშენებდა აქ. ეს მარტო რომეო ხო არ არის ეს რა ანუ რა შეგრძნა ანუ რა ისა რა ადამიანს კაი შეიძლება ბევრი ფული ჰქონდეს მაგრამ აი ეს რაღაცა მიმსგავსებების აშენებები აი მაგალითად ზოგმა იცის რომ შეიძლება ეიფელის კოშკი დადგას ეზოში რა ანუ რაღაცა ეს იცია ხოლმე ანუ ჩემი დაკვირვებით ესე არის ხოლმე რომ ვიღაც გაუბედურებული შეიძლება ბოგანო და დიდი ფული რო გაერთიანდება
მაშინ იწყებენ ტაჯ-მაჰალის შენებას. ჩვეულებრივი სახლი არ შენება. ტაჯ-მაჰალია, თეთრი სახლის კოპირება ხდება, ან ლუდოვიკო მე-14 სასახლის გადმოკოპირება ხდება, ვერსალის ამბები, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, რა ეს ორი კომპონენტი რო ერთიანდება ხოლმე. და მაგ დროს ხვალ მესამე კომპონენტიც არსებობს, პარული. ეს რომ მოხდეს, ხალხი უნდა გაიძარცოს, ეხა ესეც და ტაჯ-მაჰალს ვერ აშენებს. ხალხი 2 მილიონი კაცი უნდა გაიძარცოს რა. მაგრამ აქ ერთი ის არის, რომ თან კანონიც მიაყოლა ზემოდან და თავისიანებს მიაცემინა ხმა, რომ ესე იგი თუ ფული ვერ ამოიღე ადამიანისგან, ხო, იმის ნათესავებისგან გააქვს უფლება რომ ამოიღო. ანუ თავისი ეხა იმ პარლამენტში ყველა სხვა ნათესავებია გადაფორმებული ეს ქონება და თან ამ ხალხსვე მიაცებინა ამ კანონზე ხმა რა. ეგ მანდ როგორ შეიძლება ფრეზე ეგრე შეჯერდნენ. ხო. აი ფრეზე რაღაცა ბიძინა ამათ დააწובה, რაღაცა აბაფული და ბოლოს ფრეზე შეჯერდნენ ათესავის სახს აიღებენ და ეს ტაჯ-მაჰალი ამას დარჩება, იმას ხელისუფლება, ესე ფიქრობენ ყოველ შემთხვევაში და ეს არის საშინელი ფრედი დადგათ რა. იცი რა უნდა კითხოთ ეხლა ესეთი მუცნაური კითხვა მაქვს. აი ეხლა ხო მოდის ადგილობრივი არჩევნები. რეალურად ეხლა ქართულ ოცნებას რა საქმე აქვს ამ არჩევნებზე? ანუ აი იმ ვერტიკალი კი არა, აი იმ ქვედა ხალხი ხო აი კაპიტანები. ხო ეხლა ამ არჩევნებში რა აზრი ხო ნუ არ იღებს რაღაცა ხალხი მონაწილეობას და ნუ რეალურად თვითონ არიან რა. შეტენის ბუღალტერია, ანუ ხო ამ ხალხს, ხო კაპიტანი. აი ეს კაპიტანები. აი მე მაფიქრებს ახლა რა იშველება და ვითომ არჩევნებში კაპიტანი, კოორდინატორი, ვიღაცა თავმჯდომარე კომისიის კონტად ერთი ამოცანა ხო, თქვა ჩარშან. ხო, ყავდათ ოცნებას უნდა მოუტანოს, უყიდოს, უნდა დააშინოს რაღაცა კონკრეტულ ერთყულაბაში 41-ში ჩაყაროს ეს ხმები. ხო. ეხლა ესეთი არჩევნები იკვეთება, რასაც ჩვენ უყურებთ, რომ იარსებებს თქვათ ოცნება თავისთავად 41 პირობითად, ვთქვათ იგი 61 რომ ლადო ბოჟაძის პარტია, რაც ხონდა იყოს ვითომ ოპოზიცია და 91 თქვათ ზუზარ სუბარის. აი ცოტა კოცი, ესეთი ორნავ კოცი, რაღაც ლაითი კოცი და მამალი. სულით კოცი, ხო. ხო და ეს ყველაფერი იმის დასალაგებელი გახდა, კაცო, იმა უნდა ნანული დეიდასთან რომ მიდიოდა თქვათ აი მომიტანე 5 ხმა. ხო. მოდიოდა ეს 41-ში, ეხა უნდა დააჯდეს, რაღაცა 41-ში გაუშვას, რაღაც 61-ში. რაღაც 81-ში. ხო. რაღაც აი ამ უბედურებაში მე კომისიამ ეს უნდა გაანაწილოს, გამოყოს, ეს ბუღალტერია შეეტენა ამ ხალხს. რაღაც დამატებითი ამბავი, ვის რა, აქ მე ვის რა გადა, ანუ აქ იქნება რაღაც საოცარი ეს 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული არჩევნები იქნება ძალიან დიდი სანახაობა ჩემი აზრით. აი ესეთი აი მომრშენი გადაცემის შესაბამისი ეს კომედია, ამბავი იქნება. ეგ იქნება ტანჯვა აი ამ კომუნის კაპიტნის ეგეთი ბევრი ყავთ. ის დაწყევლის იმას, ეს რა უბედურება შემტენეს და თან ჩემი აზრით ძალიან ბევრი ფული მოტყდება ისევ ამათთვის. ხო, იმიტომ რომ აი კონკურენტი არ არის და რაში უნდა აიხაროთ, ჯიბეს ჩაიდებენ ამას რა და სულ არის ხოლმე ეს ხმა, ეს ხმის გაკიდვის თუ ყიდვის ამბავი, რომელიც სამწუხაროდ არის ამ ქვეყანაში რა ყველა. რა ჯდება ერთი ხმა? რა ჯდება რა, ეგენი ჩვენ ვიცით რა ჯდება ოცნებისთვის. ნუ 50 ლარი, 100 ლარი, მაქსიმუმ 200 ლარი, მაგრამ აქაც ერთმანეთს მწყემსავე რომ ვიღაცამ ზედმეტი ხმა არ გადაიხადოს, ხმაში არ გადაიხადოს, რომ ბაზარი არ გაუფუჭოს და ამაზე არის ხოლმე ერთმანეთში მე ჩხუბი, მე აკაცო ასარაკობია. იმიტომ რომ გვერდზეობაში თუ 300 მისცა, ეხლა ვაფუჭებს. აფუჭება ამასთან სახში ვერ წაიგებს, მაგრამ მაშინ ამას არ იქნება. ხო და ის სულ ერთი შეკითხვა, ანუ რა ღირს ბოლო-ბოლო ეს ხმა? ერთი ხმა. ანუ რა არის ხმის თვითღირებულება? ოდესეთ მათემატიკური, კი, დათვლილი მაქვს ფოტოშორის. შეიძლება გამოვიანგარი. გამოვიანგარი, აი ძალიან დიდი კოლოსალური თანხა. დაფა და კიდე დაფა შემოიქნა. თუ არის დაფა, აი ავსახოთ. შეიძლება დაფაროდებს, შეიძლება რომ ერთი წუთი შემოგვაწოდოთ. აბა, კი ბატონო. ანუ ერთი ხმა კონკრეტული ყოველი ადამიანი რაღაცა თავის ხმას რო აძლევს ივანიშვილს თუ ვიღაცას, აი მის ხალხს წოდომას კონკრეტულ რესურსთან. ხო, წოდომა. რა არის ხა ეს რესურსი, ხო, რა არის ჩვენი რესურსი, ანუ სახელმწიფოს რა გააჩნია რა. ეს არის 28 მილიარდი ბიუჯეტი. 28 მილიარდი. ბევრი ნოლია ძალიან, ცოტა ციფრი კი არა. 9 ნოლი ანუ. 9 ნოლი. აი ნახეთ რა. და არსებობს ნუ ამის ნახევარი დაახლოებით ის რაც ბიუჯეტში არ არის, მაგრამ რაღაცა პატოკებს რო ეძახიან რაღაც დინებები, რომელიც ასევე კონტროლდება, როცა ხელისუფლებას აძლევს, ნუ დაახლოებით ეს ამის ნახევარი, თქვა 14 მილიარდი ლარი. 14 მილიარდი. მოდი ეს დავაჯამოთ ეხლა ვანო და მივიღებთ რაღაცა საერთო ციფრს. ისე რაღაცნაირად რა, ძალიან ზუსტი ციფრი რო არ იყოს, აი ვთქვათ 42 მილიარდს გავეშოთ. 40 მილიარდი. ვთქვათ 40 მილიარდი ლარი არის ის, რაზე წვდომასაც ჩვეულებრივი ვიღაცა, აი გურამი ბიძია რომ გამოართმევს ოცნებას, ვთქვათ 100 ლარს და 41 შემოხაზავს,
ის აძლევს ოცნებას საშუალებას, რომ განკარგოს ეს თანხა. ოღონდ დამოვიცდა, ეხლა ეს 1 წელია. 4 წელით აძლევს. 4 ეს ნიშნავს 4-ზე, უნდა გავამბობთ 4-ზე, ხო? ეს უკვე არის, აი საბოლოო ციფრი არის 160 მილიარდი. მილიონი ხმა ნიშნავს გამარჯვებას. ხო, მილიონი ხმა შეიძლება რეალ პარტიას რომ გამარჯვებას ჩაითვალოს. კი ბატონო, ეხლა 160 მილიარდი გავყოთ მილიონზე, ანუ მოვაშოროთ ამას 3, აი ეს 6. ანუ ხაზობთ და აგერ გამოისახება ეს 160,000 ლარი არის ის თანხა, როდესაც გურამბიძია, რას ვერ ჭირა გურამს, ზოგადად ვიღაც ადამიანი, ინდივიდი 100 ლარად რო ხმას აძლევს, იმ თავისი ერთი ხმით აი ამ თანხასთან აძლევს სტომას იმას. იმ პარტიას. ანუ ესე იგი ერთი ხმა რამდენი უნდა მოვითხოვოთ? აი ეს არ ვიცი, თუ ბიძაშვილი არ მოვიდა მაინც შეიძლება იმ ბიძაშვილმაც გითხრა ბიძაშვილია რაღაცაა და რა ვიცი 16,000 ლარი მაინც უნდა გამოვარდოს ხო ერთ ხმაში ხო? ერთ ხმაში. ისე მეორე მეტი. მაგრამ აქ ნამდვილად 100 ლარი, 200 ლარი აი ეს თანხა აქ არ უნდა ფიგურირებდეს რა. ეხლა არ მეც თუდად გამიგონ რაღაც, მაგრამ სამწუხაროდ ესე არის რა, ანუ აი მილიონ ხმაში რომელსაც ხელისუფლება მოიპოვებს, საკმაოდ დიდი დოზით არის აი 100 და 200 ლარად შეძენილი. მე არა და შეგიძლიათ 16,000-ად ხალხო 16,000-ად შეგიძლიათ ერთი ხმა გაყიდო. 20 გამოვართვი, 30 გამოვართვი. ბიჭო, 5 მაინც გამოვართვი, თუ ბოლო-ბოლო ამ საქმეში ხარ და ამას არ უნდა გააკეთო, მაგრამ თუ აკეთო და ამას. ანუ თქვენ გინდა თქვათ, რომ ხალხი აღარ უნდა გაბრიყვდეს. ხალხის გაბრიყვება არის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მე ყველა შემთხვევაში. ხალხი ბრიყვდება ესე იგი ამ არჩევნებში. ხალხი არის მეორე მომენტიც რა, ეხლა ხო რაღაცა ყველაფერს აქვს თავის დასაწყისი და დასასრული. როდესაც ხალხს აი ამ ჩვეულებრივ ადამიანს რომ მოატყვიეთ 100 ლარად რაღაც გამოვართვი, ამ ხელა რაღაცა თან მე აჩვენებ შენი ელიტა, რომელიც აი ამ დეკლარაციული მილიონებით და 200,000 დოლარიანი საათებით რომ ამის გამოსხივები და მე ამან ხო შეიძლება კაცო რაღაც ამბავში ცოტა შეწუხდეს და სადღაც რაღაცა კომენტარი გააკეთოს. სამზარეულოში რაღაცა დაილაპარაკოს და იქაც საგამოძიებო ჯგუფი რომ მოდის და აბა ციხე და რაღაცა ამას კონკრეტული შედეგი ექნება ჩემი აზრით, მე ამიტომ ვეძახი წლევანდელ წელს რევოლუციურ წელს. მშვიდობიანი რევოლუციის წელს კი. ხაბეიშვილს აქვს ახალი ტერმინი მშვიდობიანი დამხობა. ყინვარე ტერმინი. რას ნიშნავს ჯერ ვერ ამოვხსენი მშვიდობიანად დამხობა, ანუ როგორ აი სალამ ალეიკუმ ყნარად ვეუბნებით რომ დაემხეთ, ანუ დამხობს და რევოლუციას აწყობს ყოველთვის ხელისუფალი. ხო. მე და შენ თვითონ ხელისუფალი, რომელიც გაივსო ეგეთი ხალხი, twins აი ამ დეკლარაციაში ქონება და დეკლარაციას რა გინდა ხო ხედავ კაცო როგორ ცხოვრობენ ახლა მართლა რევოლუციის გმირები არიან ჩინოვნიკები. რევოლუციის გმირები არიან აი ეს ჩინოვნიკები, დეკლარაციის გმირები ესე დავარქმევდი და ის ბრუტალური ძალოვნები, ეს ხარება და ეს ხალხი, ვინც ბავშვებს დაძდებს აი ამ სასტიკი მეთოდებით. აი ეს ორი კასტა ქმნის აცხობს ხო მშვიდობიან დამხობას. მშვიდობიანად. ნუ ეს ჩემი საავტორო გადაცემა, ესეც უნდა თქვა, ხო, აი ეგრე არის, ხო? ეგრე ამბობენ ხო? მშვიდობიანად, ხო, მე არაფერი არ ვთქოს თქვენ ამ. Facebook-ში შეგვიხედია, ჩვენ არაფერი დაგვიწერია, აგერ ნახევარი საათი აღწალია. მე მგონი გადაცემებზე არ აქვს, Facebook-ებზე აქვს უფრო ეს ჯარები. აი თუ რა მახსენდება, იცი რომ აი ეს ახლა ეს ირანის მოვლენები ხო სულ ახალი მომხდარია და მან იყო ესეთი რაღაცა მოხდა რა, ანუ ეს პირველი დაბომბები რაღაცები რო იყო დააზიანეს ობიექტურად მართლა რომ ისრაელმა დააზიანა ეს გადამცემი ინტერნეტი გაითიშა მოკლედ რა. ისრაელმა დააზიანა, ხო, ინტერნეტი დაბომბებისას დააზიანდა ინტერნეტის ტექნიკური ეს რაღაც შეაძლებლობების და საშუალებები და გაითიშა ინტერნეტი და ყველამ ჩათვალა რომ ირანის მთავრობა გააკეთა ეს თვითონ რომ აი ხალხი გათიშოს და რა გააკეთა ამ დროს აიათოლამ დაავალა თავის მთავრობას სასწრაფოდ აღადგინეთ ინტერნეტი მივარდნენ და არაფერი ვერ გაუკეთებიათ 50 წელია სასწრაფოდ კი არაფერი არ გაკეთებული ძველი შახის აშენებულ შენობებში ზიან თვითონ ეგ აიათოლები სასწრაფოდ მივარდნენ გაარემონტეს და ყველა მომხმარებელს ინტერნეტის ყველა მომხმარებელს აჩუქეს 50 გიგაბაიტი ინტერნეტი პაკეტი რა უსახლოდ რატო სულ ყველას იმიტომ რომ ეს ხროლა თუ ანუ ეს ხროლა საქმიდან არ გამოსული იყო რა თქმა უნდა გარკვეულად გამოსული იყო და მეც კი მქონდა შეგრძნება რომ რაღაცა მაგრამ მე მივხვდი რომ აიათოლაც მიმხვდარა იმას თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი როდესაც ხარ მშვიდად რა ანუ აიათოლა რო ხარ და ამ ბიზინა რო ხარ და მშვიდად რო ხარ საკმაოდ მაღალი მუხტია რევოლუციის საკმაოდ მუხტი როგორ არის წელიწადი ისე არ გავა რომ რაღაცა არ იყო ჩას იმ დროს
რაღაცა ეს სკროლვას პრობლემები ექნება, როცა შარშან ამბები რო იყო შარშანში და ეს ძალიან საგულისხმო ამბავია რა, მენიშნა ძალიან. ხო და ანუ ესე იგი ჩვენი პრობლემაც ის რომ ტახტზე კოტრიალი და სკროლვა არის ანუ რეალურად ხელისუფლებაც ხელს გვიწყობს რომ ინტერნეტი გქონდეს სწრაფი. აი ორი ამბავია. რაში გონი ახლა ხელისუფლება ძალიან ძიმე შეცდომა აქვს დაშვებული ერთი რომ აი ამ სკროლვასა და ქართულს შორის ჩადგა და მეორე რაღაცა ამეთყველდა ინგლისურად. აი იმაზე რო არის საუბარი, ხო იცი, deep state და პირველად ოცნება მეტყველებს ინგლისურად და deep state ხა. ქართულად რაღაცა რო ლაპარაკობდა, გასაგები იყო, ხო, რაღაც ისხლიანები, აბაომი გინდა, ნუ ისეთი ქართული ტექსტი იყო და გასაგები ქართულისთვის. არცა როგორც მინიმუმ ესმოდა, ხო? და ეს deep state ვერც იმა ვერ გაიგო, ვერც კაპიტანმა ვერ გაიგო, კოორდინატორმაც ვერ გაიგო, როგორ აუხსნა იმ სხვას. აი რა, მაგარ შარში არიან მოკლედ რა. კარგით, აი ბოლოსკენ მაინც თქვენი პოზიტიური პროგნოზი რა არის? ნუ ჩემი პოზიტიური პროგნოზი იმაში რომ მე მართლა გულწრფელად ჯერა იმისი რომ ქართველი ხალხი რა მაგრამ აი ამ დონის რაღაცა უბედურებას კორუფციასთან ერთად რაღაცა რომ პირიც რო და გააჩერო იქ რაღაცა არ გაბედო არაფერი ამის მომთმენი მაგრამ მე არ მეგულება ამ ქვეყანაში არავინ პირდაპირ გაუნები რა ამიტომ მე შინაგანად დარწმუნებული ვარ იმაში რომ თუ ცხადი მესიჯი იქნება აუცილებლად ცხადი კონკრეტული ცხადი მესიჯი როდესაც პოლიტიკური ისტაბლიშმენტი იქნება ეს თუ კონკრეტული ლიდერები მოგვიწევენ ყველა ჩვენთაგანს კონკრეტულ დღეს დანიშნულ თარიღს მოდით და დავამთავროთ ეს მარაზმი და ამას არაფერი სხვა არ ქვია ვინმე მარაზმი აი მაგის იმჯერა რა პირადად მე წამსველი ვარ როდესაც ესეთი აი მოწვეული ხარ ოქტომბერში რაღაცა რიცხვში თბილისში მოწვეული ხარ უზურპატორის მშვიდობიანი დამხობის ღონისძიებაზე. ანუ წეგეთი მოსაწევი მოგვივა? მოსაწევი რომ მიუვა. ქართველს რომელსაც უკვე ტელეფონისაც მიგარებას ეშინია, აი რეციდივისტი არ გავხდები, რომ სამი სტატუსი რო დადოს, უკვე რეციდივისტია. სამი სხვადასხვა ეს არის დანაშაული, ხო? ამას ვერ მიეკარება და თან შენ ყველაფრის უფლებას აძლევ, შენიან ხარ ბიზნესზე მაქვს საუბარი, თავის გარემოცვაზე იშოვეთ გავიცი ჭამეთ ასახეთ ეს დეკლარაციაში ნუღა დამალავთ აი და ეს არის ხო ფაქტიურად რა ანუ აი გამოასხივეთ სიმდიდრე აი გავსრულად ასხივებენ ამას ახლა ბიჭო ხალხი მოდომებულია რომ გამოასხივოს სიმდიდრე რა მე 26 მე ვიშე ვინახავ ძმაო მე 41 რაღაც აქტივი მაქვს და ვიღაცა 300,000 რაღაც კვადრატული მეტრი და რაღაც უბედურება ხდება და ამაზე იქნება შესაბამისი პასუხი მე შინაგანად დარწმუნებული ვარ ჯერა რომ ხალხი ეულდება ამ შინაარსის მოსაწვევს ერთ მზიან შვენიერ დღეს ანუ მოსაწვევი იქნება ესე იგი ბატონი პაატა ბურჭულაძე ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანი უკვე აი რომელიც რუსთავაზე ტრიარებს დღე-დაღამე და ამბობს რომ აი 4 ოქტომბერს ჩამოვიდეთ მთელი საქართველო და აგერ დაგხვდებათ თბილისი რომელიც უკვე ხედავთ რომ ამბოხებულია ყველაფერი წააგო ამ ივანიშვილმა თბილისში განადგურდა და უბრალოდ ელექტორალურად განოლებულია და ერთად დავაფუძნოთ ახალი საქართველო ყველა ვინც ფეხს დადგამს თბილისში კონკრეტულ აი ამ რიცხვში ყველა იქნება ახალი საქართველოს დამფუძნებელი ძალიან პოლიტიკური ლოზუნგებში გადავედი ვანერხანები და ვინც შემოგჩა სპონსორი ისიც აღარ გაგიქრეს რა ვიცი აგერ უბედურება ეს გაიგეთ ჩვენი ძალიან დიდი მადლობა ბატონ მურთას წარმატებები გისურვოთ წარმატებები უსურვოთ ჩვენს ქვეყანას კიდევ დიდი მადლობა წარმატებები ბატონ მურთას ზოგადად აი ეს შეგეცებინა მადლობა ფასო ტელემაყურებლებო ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვ და ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში წავედი ახლა გავიქეცი რამდენიმე კრიტიკულ პოსტს დავალაიქებ და ქვეყნისთვის ვალმოხდილი დავწვევი და დავიძინე დახამს
გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.